თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ უკვე მომბეზღებს ის ფაქტი, რომ მე არ შემიძლია ნორმალურად, ასე ვთქვათ, გავაღო, ასე ვთქვათ, შევხვიდო აი ჩემს სოფელს აი ამ მხრიდან. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ თორმეტ საათსა და არხი გაბადეში 803. და თქვენ მეგობრებო, მე მგონი შემეკითხებით და სად გაქრაშული ფანჯარა, რომელიც აქ აი ასე, აი აქ სულ იდგა და მოით მეგობრებო, თან მე ახლა სამუშაოზე წავალ, ავიღოთ თოხი, კარტოფილი და პარალელურად ამასთან ასევე აგიხსნით რა ასე ვთქვათ დებილური მართლა სიტუაცია გამოვიდა რომელშიც როგორც სულ რომლის ცენტრში სულ არის მე ჩემი თავი და ჩემი სახლის სულ მეგობრებო აი რაღაც ჟიტენიკები სულ მოიგონებენ და სულ მერე ჩემი ბრალია მეგობრებო აი შეხედეთ ამას მეგობრებო მე მგონი ყველა თქვენგანი შემეკითხება რა არის ეგა ეს არის მეგობრებო რაღაც გვირაბი რაღაც პადვალი სადაც მოკლედ მერმა მითხრა რომ მოკლედ ეს პადვალი ააშენეს კიდე გუშინ ღამე სანამ მე არ ვიყავი თამაში მოკლედ მეგობრებო ვიღაც ორმა ჟიტელნიკმა ეს მერი მასე მეგობრებო მეუბნება რომ ვიღაც ორმა ჟიტელნიკმა ასეთი რაღაც პადვალისავით შექმნეს და მეგობრებო მოკლედ მერი მეუბნება რომ არ შეხვიდეო ამ პადვალშია იმიტომ შესაძლებელია რომ ეს ისაო ეს ამ პადვალშიო იყვნენო ქურდებიო და მოკლედ მეგობრებო შესაძლებელია კი მაგრამ მე მეგობრებო რაღაც ამისი არ მგონია ეს რაღაც ასე არ მგონია მაგრამ მეგობრებო მაინც ჯეჯობით ვუსმენ და მე მეგობრებო კიდე ერთხელ მინდა მერთან წავიდე და შევეკითხო რა ხდება საერთოდ ხო მეგობრებო მოდით ახლა სტრაფად დავასრულებ ჩემს სამუშაოს მოდით ეს ფერმა მოგესკეთები так жительнику ну მიშლი ოხ მეგობრებო ისევ ეს ფერმერი жительники მე მიშლის ну როგორ ფერმერი მეგობრებო წესით და რიგით არ უნდა იყოს ფერმერი მაგრამ მერმა მასაც მისცა ეს სამუშაო მაგიტომ მეგობრებო ახლა ჩვენ სოფელში არის ორი ფერმერი მე და ეს ყავისფერი ჟიტელნიკი აი ასე მეგობრებო აი ამ ყავისფერ კურთკაში так მეგობრებო ავიღოთ ახლა ეს სტაფილო так ჟიტელნიკო ნუ მიშლი ძალიან გთხოვ ოპ მე ხმარება მეგობრებო დაინახეთ მე და შეცვა არა კარტოფილი მე არ მჭირდება მე აქ სტაფილო მაქვს კარტოფილი არ მჭირდება მხოლოდ ამ ფერმაზე არის სტაფილო ხუხ მეგობრებო так ჟიტელნიკო გთხოვ ახლა ნუ მიშლი так მოით ახლა აქ ესა ასე ოხ ჟიტელნიკო როგორ მიშლი ვერც კი წარმოიდგენ არაფერს ნორმალურად მეგობრებო ვერ აკეთებს ეს ჟიტელნიკი უბრალოდ მიშლის აქ ხელს რა კარტოფილი აქ კარტოფილი მეორე ფერმაზე ალეო აქ კარტოფილის ადგილი არ არის აქ სტაფილოც კი ჩასვა წარმოიდგინეთ მეგობრებო სტაფილო და კარტოფილი ერთ ფერმაზე ეს ნუ სად გაიგონეს ასეთი რამ აჰა მეგობრებო დავამთავრე მაგრამ მეგობრებო მაინც მაბეზღებს ეს პადვალი ვინაიდან მაგ პადვალის გამო ფანჯარა მოვაშორე ხო მეგობრებო მერმა ხო მეგობრებო ვიღაცამ სანამ მოკლედ მე არ ვიყავი თამაში მოაშორა ჩემი ეს ფანჯარა და ეს შევედი მოკლედ თამაში როდესაც შემოვიდე ეგრევე მერმა ყველაფერი ამიხსნა და მოით მეგობრებო კიდე ერთხელ მივალ ამ მერთან და დაველაპარაკები იმიტომ მეგობრებო დღეს ძალიან მინდა ახლა მოკლედ ეს პადვალი გავხსნა ვინაიდან ჩემს ტერიტორიაზე ჩემს მიწაზე შექმნეს რაღაც ობიექტი რომელიც ჩემი მიერ არის ასე ვთქვათ დადებითად გამოწვეული მერო მოკლედ შეგიძლიათ თუ შეიძლება კიდე ერთხელ ამიხსნა რა ხდება მაგანუ ვინ აშენებს ეს პადვალი და რატო გონია რომ ეს ქურდებია მოკლედ ეს რაღაც ვიღაც ჟიტელნიკებმა გუშინ ღამე ნუ მე გუშინ ღამე უბრალოდ არ მეწინა შენაგროს თამაში არ იყავი შემოსული მოკლედ ვიღაც ორი ჟიტელნიკი შემოვიდა და ეგრევე შენს სახლთან მივიდნენ მაგრამ შენი სახლის გასაღები არ ქონდათ როგორც მე დავინახე მინდოდა გამოსვლა მაგრამ სადღაც წავიდნენ მეთქი კაი შეიძლება სადღაც წავიდნენ სხვა სოფელში შესაძლებელია და წუთში თავის დახმამებაში ეგრევე დავინახე შენს სახლთან რაღაც პადვალი და მოკლედ რკინის კარი და მოკლედ
საბა მაგ დროს გაქრა 3 ჟიტელი კი ჩვენი სოფლიდან იმავე ღამე და მე რაღაც ძალიან მგონია რომ ეს ქურდები არიან და ზუსტად ხვალ უკვე მოვლენ პოლიციელები და ყველაფერს ახსნიან ინდოჩი მე ეს მართლა ქურდები არიან შეიძლება უკრაინელები არ ვიცი მოკლედ ჩვენი სოფელი შესაძლებელია ძალიან დიდ საფრთხეში იყოს საბა აჰა კაი მე რომ ყველაფერი გასაგებია მადლობა დიდი რომ ამიხსნე გამარჯობა შეძენიკო აჰა აი მე მოგეთ მეგობრებო ეს ყველაფერი ამიხსნა კიდე გუში დღეს დილას როდესაც შემოვიდი მინიკრაფტში მაგრამ მეგობრებო მაინც აი მე არ მაძლევს საშუალებას რომ დავისვენო აი ეს ნუ რა არის ეს მეგობრებო აი ცარიელი კედელი უბრალოდ რა 4 კუთხედი კედელი გამოის ფანჯრებიდან დავჭა ეს ფანჯარა და ჩემი სოფლის ხედი იკეტება უბრალოდ რა ერთ-ერთი აი ამ მეზობელს ახს ხედავ და ამ ტბას და იქს დღეს всё მეგობრებო ვერაფერს ვეღარ ვხედავ სოფლისაგან მოგეთ მეგობრებო მე ძალიან დამტანჯა კიდე დილიდანვე რომ ვიღაცამ ჩემს ტერიტორიაზე ასე თქვა ააშენა რაღაცეები კირას ვიღებ მეგობრებო ავიღებ ასევე ასე თქვა ნუ რამე საჭმელისაგან აჰა ნუ არა ეს უმიხორცი ამჭირდება და გავიღოთ მოდი სტეიკები და პური всё მეგობრებო მეტი არაფერი ამჭირდება და აქ მეგობრებო კიდე ასევე მაინც უნდა ავიღო ხმალი ვინაიდან ამბობს მე რომ შესაძლებელია ქურდები არიანო მოგეთ მეგობრებო მოდით ახლა წავიდეთ ტელეფონი ნუ მაინც ტელეფონი მქონდის აი ეს ინვენტარში შევინახავ და პრინციპში საჭმელსაც შევინახავ და პურსაც так და კირა და ხმალი მექნება მაინც ჟიტენიკო შენ არაფერი არ დაინახე так მოგეთ მეგობრებო როგორც თქვენ დაინახეთ ეს კარი სულ არის ჩაკეტილი არის და რა აქვს არის გასაღები არის კნოპკა მოდით ახლა მეგობრებო იქ რაღაც მეგობრებო ეს შეხედო რაღაც კარებს მოგეთ მეგობრებო მოდით დავტრიოთ ერთად მიდი так მეგობრებო მიდით მიდი იომო მეგობრებო უკვე ღამდება მართლა ღამდება კაი მეგობრებო მოდით 1 2 მიდი და მეგობრებო დავამტრიე და კარები ასე გადავაგდოთ აქ იყოს так და რა მოხდა так ხმალი უნდა მქონდეს так მეგობრებო რაღაც მართლა პატვალია და უკნიდან იმედია ხომ არ შემესევა так მეგობრებო თქვენ ახლა არიცით როგორ ნერვიულობ აი მართლა ნერვიულობ უბრალოდ ფეხები ძალიან მიკანკალებს და ხელებით ხმალს ძლივს ვიჭერ ხელში так თან ახლა ღამდება так ასე რაღაც ორი კარებია და იქ კიდე ერთი კაი მოდით აბა მეგობრებო ამას კნოპკა აქვს აბა რა ხდება აქა მეგობრებო ვერაფერი ვერ გავიგე აქ რაც 5-ია 5 ოი მეგობრებო აი სულ იმინაი ჩემი სოფელი არის ასეთ საფრთხეებში მეგობრებო 2 სტაკი დინამიტის და 4 5 6 7 8 9 11 ადამიანია აქ 11 ხმალია მოიცეს მეგობრებო 11 ადამიანი ვერ იქნება ანუ 11 ქურდი ეს ჩვენი ჯგუფია ეს არ ვიცი რა არის მაგრამ 2 სტაკი დინამიტის მეგობრებო всё მინუს ჩვენი სოფელი რა ეს მეგობრებო გავგიშდი ეს არის მოიცეს აქ რაღაც გედინოინკე მამ ამაზე საერთოდ შოკში ვარ და ერთს მეგობრებო შეგეთ ხედავთ ამას? ეს კიდე ერთი 5-ია? და მოიცეს მეგობრებო და ვერ ვაღებ მეგობრებო ამ 5 ერთს ეს მეგობრებო მართლა მე ერთს უნდა გავთხარო და так რა არის ეს კიდე ერთი 5-ია მეგობრებო რაღაც საკმალავენ მეგობრებო 2 სტაკი სუმრუდის ბლოკის ამასებისა და უბრალო ამასები. Так, მეგობრებო, ამ ყველაფერს მე ვიღებ. არ გეგოეთ მეგობრებო, რომ
ამ ყველაფერს მე ჩემთვის ავიღებ. არა, მეგობრებო. ეს უნდა ჩავაბარო მერს. მაგრამ ახლა მერს როგორ ავუხსნა შევედი მის უფლების გარეშე. მეგობრებო, მოკეთ რაღაცით და ავუხსნი მაინც так, მეგობრებო, მოდით ეს ყველაფერი ჩემს ინვენტარში ასე შევინახოთ. არ გეგმოთ მეგობრებო, რომ ამ ყველაფერს არა მეგობრებო, მე ქურდული ალმასები და ისუმრუდები მე არ ჭირდება. так, მეგობრებო, რაღაც დინამიკია ერთოც. ეს მეგობრებო, აქ რაღაც კნოპკა აქვს. საბამოდი ხო დავაჭიროთ. მიდი, ახლა დროზე შეინახე ეს ყველაფერი, შეინახე ეს ალმასები, ისუმრუდები. так, არ ვიცი, დინამიტი აქ დადი. შეხდა, თქვენ მართლა იმაზე ხართ, რომ ასე ადვილად რომ შევქმნათ ეს პატვალი? კი, შენ ბევრს ვლაპარაკობ, დროზე შეინახე, დროზე. так, ასე კაია. მოკლედ, ამ სახში როგორც გავიგე, არავინ არ ცხოვრობს, მაგიტომ დროზე გავიდეთ ახლა დროზე, დაუბრუნდებით ხვალ ღამე. რა, მეგობრებო, თქვენ გაიგეთ ესა? მეგობრებო, აქ რაღაც თითქოს ანუ მეგობრებო, აქ რაღაც დავაჭირე და ეს ამომიგდო. მეგობრებო, ეს რა არის? თქვენ მეგობრებო, ვერც კი წარმოიდგინეთ, რომ ნერვიულობ ახლა. კაი, მეგობრებო, მოდით წავიდეთ აქედან. აქ კნოპკაც არ არის, მეგობრებო, კაი, მოგედით. მიდი. დავამტრი ეს გარები. კაი, так. ეს მეგობრებო, არ უცებად უნდა ჩავაბარო მერს, აუცილებლად, აქ რაღაც მართლა ქურდებია. აქ რა არის? და აქაც კნოპკა არ არის. ერთი. მირიას მეგობრებო, გავამტრიე. კარები მეგობრებო, მოგეთ ასე გადავაგდოთ. ასე და რა ხდება? ჟიტელნიკებო! რა? ჟიტელნიკებო, აქ რა შევით? მეგობრებო, ამ ჟიტელნიკებს ვისვობ, ეს ჩვენი ჟიტელნიკებია, ჩვენი სოფლიდან. ჟიტელნიკებო, რა ხდება აქ? რატომ ხართ ამ ციხეში? რა ხდება აქ საერთოდ? საბა, გთხოვ გიშველე, აქ ვიღაც ქურდები, ორი ჟიტელნიკი, მეგონი ორი მკვლელი. თქვენს მოგეთ, ჩვენ გაგვტას ეს, აქ ჩაგვსვეს და გვითხრეს ხვალ, მოგყვავენ, გთხოვ საბა, გიშველე, რა გთხოვ. მოგეთ ჟიტელნიკებო, არი ნერვიულოთ, გაგანთავისუფლეთ აუცილებლად. მერს ყველაფერს ვეტყვი და აუცილებლად პოლიციას გამომიძახებ. აუცილებლად ჟიტელნიკებო, 1 წუთი აქ დამელოდეთ. ეკრევე მოვალ. ნუ გიშინათ, რამდენი ხართ აქა? 1, 2 და როგორც ხედავ 3 ხართ. და მეგობრებო, მერმა თქვა რომ 3 ჟიტელნიკი გაქრავა. და ეს კარებები აქ უნდა გადავაგდო. და პოლიციას უნდა დაველოდო აუცილებლად. და კიდე ერთი რაღაც კარია. მეგობრებო, რაღაც ძალიან მეშინია აქ რაღა არის აქ მოთავსებული. რა? და ხერცეს და თქვენ მიახართ? შენ მიახარ? შენ ყველა შემოხვედი აქა. ანუ მოდი ახლა უნდა მოგყავთ. არა, დროს მეგობრებო, ვინ იყვნენ ესენი? რა ხდება აქ საერთოდ მეგობრებო? მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მეგობრებო, ქული უბრალოდ ამომივარდება ახლა. აქ მეგობრებო, ვიღაც ორი ჟიტელნიკი იყო. ვინ იყო მეგობრებო? ეს მეგონი ეს ორი ქურდი იყო, ეს ორი მკვლელი იყო, რომელზედაც ამბობდნენ ეს ჟიტელნიკები და ის მერი რომ ამბობდა. მეგობრებო, ტყუილა მეგონი არ მოვყალი, მეგობრებო, ეს რა არის? თლიანი ოთახი მეგობრებო გააფორმეს ალმასებად და ისუმრუდის ბოლქებად. არა უშავს, ეს დებილები მკვდრები არიან. მეგობრებო, არ ვიცი ახლა რა ვქნა. უნდა უთხრეს მერს, შეხედეთ მეგობრებო, აქ რაღაც საწოლებია და თლიანი ოთახი ისუმრუდებისა და ალმასების ბოლქში. так, მეგობრებო, რა ვქნა ახლა? წავალ ახლა მერს, ვეტყვი რომ აქ 3 ჟიტელნიკია. ასე ვთქვათ, გასტაცეს 3 ჟიტელნიკი და იმ ორი მკვლელის შესახებ დავიმახსოვრე რა ჟიტელნიკები არიან. так, მერო, მოგეთ მაპატია, მოგეთ მე შევედი იმ პატვალში და ძალიან საშინელი რამ გადავინახე. იქ მოგეთ 3 ჟიტელნიკი გასტაცეს და იქ დავინახე უამრავი ალმასებისა და ისუმრუდის ბლოკები. გთხოვ, გამოიძახე, გთხოვ პოლიცია და მეც გამოვიძახებ. საბა, ხო გითხარი რომ არ წახვიდე?
რატო ხარ ასეთი ჯიუტი რა? მაგრამ კაია, ერთხელ კაია რომ ასევე რომ შენ ნახე, რომ მათ ასეთი რამ ხდება. ეგრევე ვიძახებ ახლა პოლიციას. კაი, მე როდა დიდ ბოდიშს კიდე ერთხელ გიხდი.